Ბრუნდით პირდაპირ ეთერში, ისევ საუბრობთ დაზღვევის პროგრამაზე და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე. შემოგვიერთდნენ სტუმრები, სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი ლაშა ნიკოლაძე და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი. Დღემშვიდობით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონი დევი, რაც მაინტერესებს, სკეპტიკურად იყვნენ ექსპერტები პერიოდ წლების განმავლობაში განწყობილი სახელმწიფო დაზღვევების მიმართ. ზოგადად იყო თქვათ მოსაზრება, რომ ეს არ არის სწორი, სადაზღვევო კომპანიებს უქმნის მეტ საფრთხეს, თქვათ ისინი კარგავენ ამით პოტენციურ კლიენტებს და ასე შემდეგ. რამდენად უქმნის ახალი პროგრამა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა სადაზღვევო კომპანიებს საფრთხეს? თან დისკომფორტს მაინც. მივესალმები მაყურებელს. ეს ძალიან ხშირი კითხვა ამ ბოლო დროს. მოდი ვიტყვით მარტივად. მეორე ეტაპი რეფორმის, რომელიც განხორციელდა 1 ივლისიდან, პრაქტიკულად არ იკვეთება არსებულ სადაზღვევო პროგრამებთან. არც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებთან და არც არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებთან. ანუ როგორც ქალბატონმა მაკამა ახლა თქვენთან წინა სიუჟეტში ახსნა, ეს კონტინგენტები, ესე ვთქვათ, გაყოფილია. დღეს საქართველოში ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებისადმი საყოველთაო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხორციელდება 3 მეთოდით. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახალი ჩართული, ეს არის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები და ეს არის არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები. ანუ დღეს მთავარი მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის, რომ ყველას აქვს ხელმისაწვდომობა იმ საბაზისო სერვისებზე, რომელიც მთავრობამ დააფორმულირა და ჩათვალა სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ ეს არის სწორედ ის ბაზისი, რომელიც მთავრობამ უნდა მიაწოდოს ყველას. თქვათ, არ იკვეთებაო ბრძანეთ, იგულისხმება ის, რომ თქვათ, როგორც ჩვენმა წინა სტუმარმა ბრძანა, მე შემიძლია ვისარგებლო როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე მქონდეს ჩემი სადაზღვევო პაკეტი, ხო? თქვათ, რაღაც თანხით ვისარგებლო სახელმწიფოსგან, ან რაღაც მომსახურებით და თუ დამჭირდა მეტი სადაზღვევო პაკეტი. ეს იგულისხმება. ანუ პარალელურ რეჟიმში მქონდეს ორი სადაზღვევოს დაზღვევა. არა მარტო ამას გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ გრძელდება დაზღვეულთათვის სადაზღვევო პროგრამები და დაემატა არადაზღვეულთათვის საყოველთაო დაზღვევა. პლუს ბუნებრივია იმ ადამიანებს, რომელსაც არიან მომხმარებლები ახალი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის, აქვს საშუალება შეივსონ ამ პროგრამის არაშევსებული ნაწილები. ხო, მაგალითად იყო ლაპარაკი 30%-იანი თანადაფინანსება. ეს სტომატოლოგია რომელიც ან სტომატოლოგია, ან წამალი და ასე შემდეგ, კერძო პროგრამებით, თუმცა ამაზე ჩვენ მოგვიწევს სერიოზული მუშაობა, ამას ჩვენ ვაჟღერებთ, იმიტომ რომ ეს გადაკვეთები არ არის მექანიკური, არ არის იული და დასამუშავებელია ეხლა და სწორედ აი ამაზე ეხლა იწყება მუშაობა, რომ ეს ადამიანმა შემდგომ ადვილად შეძლოს. ზუსტად ამის გამო შეიქმნა სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური, ბატონო ლაშა. ვის ზედამხედველობა? მოგესალმებით. სახელმწიფო სამსახური, ზედამხედველობის სამსახური ამის გამო არ შექმნილა. ის შეიქმნა 1997 წელს, როდესაც გამოვიდა პირველი კანონი დაზღვევის შესახებ. უბრალოდ 2007 წლამდე დამოუკიდებელ სამსახურად გვევლინებოდა, ამის შემდგომ პერიოდში 2007-დან ვიდრე 15 აპრილამდე ამ წლის ეროვნული ბანკის დეპარტამენტს წარმოადგენდა და შემდეგ ისევ მოხდა გამოყოფა და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება. მრავალ ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობა სადაზღვევო საქმიანობაზე. მე გეტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ კომპანიების ზედამხედველობა, ეს არის სიტყვა დაზღვევა რა პროექტშიც ურევია, ყველა პროექტისადმი გარკვეული კურაცია და ზედამხედველობა, რომ იქ სწორედ იყოს დაცული ის ძირითადი ნორმები, რაც უნდა ამ სპეციფიკის საქმიანობას თან ახლდეს. უმეტეს ქვეყნებში ეს სამსახური დამოუკიდებელია, ყოველ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებისკენ, რომელსაც ჩვენ მივისწრაფით, კერძოდ ევროპული ქვეყნებისკენ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ერთ-ერთ ძალიან ძლავრ რეგულატორს წარმოადგენს, საერთოდ ფინანსური და თუ გნებავთ ეკონომიური ურთიერთობებისაც და მე ვთვლი, რომ ეს თქვათ ისევ დამოუკიდებელ სამსახურად ჩამოყალიბება დადებითი ფაქტორია. რისი უფლება აქვს თქვენს სამსახურს? ჩვენ სამსახურს აქვს სადაზღვევო ბიზნესს რაც შეეხება პრაქტიკულად თითქმის ყველაფრის უფლება. მაგალითად
კერძო კომპანიებს თუ შევეხებით დაწყებული ლიცენზირებიდან შემდეგ ნორმატივების გამოცემა, ამ ნორმატივების გაკონტროლება, თუ საჭიროა გარკვეული თქვათ დროებითი მმართველობის, ლიკვიდაციის და შემდეგ განხორციელება. ანუ საგამოძიებო ფუნქციები შედგება. არა საკურველია, ჩვენ ჩვეულებრივი რეგულატორი ვართ, ეს უკვე თუ აღმოჩნდება და კიდევ ერთი ეს არის ფინანსური მონიტორინგი, ანუ ფულის გაკეთრებისა და ასეთი ქმედებების საწინააღმდეგო. თქვენ თუ აკონტროლებთ იმას, თქვათ როგორ რეგულირდება ინფორმაციის სწორად მიწოდება გავრცელება პაკეტის შედგენის პროცესში, რამდენად აქვს სახელმწიფო სამსახურს ჩარევის უფლება და რა შეედებით? არა, PR-ის ნაწილში ჩვენ არ ვაკონტროლებთ. პაკეტის შედგენა ვიგულისხმევ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ხშირად არის სადავე, იმიტომ რომ ინფორმაცია არ არის მოწოდებული, თქვათ, გარკვეული ხერხებია გამოყენებული. ეს ყველაზე რთული ხელოვნება არის რეალურად, რასაც თქვენ მეკითხებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ მეორე თვითონ შედგენაში შეიძლება ჩვენ კონსულტაციებს ჩვენთან გადიოდნენ, მაგრამ გავრცელების გზებზე რასაკვირველია ჩვენ არ კონსულტირებთ. ბატონო დევი, კერძო დაზღვევას ავტომატურად მინდა რომ შევეხოთ აუცილებლად. ზოგადად რა პრობლემებია ამ მიმართულებით და ამ სფეროში, იმიტომ რომ მოსახლეობის არის პრობლემები, რომელიც განპირობებულია, ვთქვათ, არასათანადო ინფორმაციით, ან ინფორმაციის არ მოთხოვნით, მაგრამ არის პრობლემები, ასევე რომელიც განპირობებულია თვითონ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს, ვთქვათ, შესაბამისი ცოდნა ან მაღალი სამოქალაქო კულტურა, ვერც ვახერხებთ ხშირად დავიცვათ ჩვენი უფლება. მოდით ვთქვათ, რომ რა არის ქვეყანაში გაკეთებული იმისათვის, რომ ბოლოდან დავიწყოთ უფლებები დაცული იქნას. ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ერთადერთი მასობრივი დაზღვევის სახეობა, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევაში ჩვენ საქართველოს წავიდა ძალიან შორს და სპეციალიზებული სასამართლოც კი შექმნა, რომ მედიაციის სამსახური, რომელიც სასამართლოა. ოღონდ განლაგებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო სტრუქტურაა, მაგრამ ის სასამართლოა სპეციალიზებული და იმას აქვს ყველა საშუალება ოპერატიულად გადაწყვიტოს სწორედ სადაო საკითხები ჯანმრთელობის დაზღვევაში. რაც შეეხება სხვა სახეობებს, იმის გამო რომ დღეს ისინი მაინც ერთეულოვანია საქართველოს სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა სადაზღვევო საქმის განვითარების საქართველოში, სწორედ ნაკლები ისტორიული, ოჯახური გამოცდილება დაზღვევის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს სხვა სფეროებში დაზღვეულები, ცოტა მას რაც გულისხმობ. მაგალითად, საქართველოში არის 800,000 ავტომობილი, რომელიც ხო ყველამ ვიცით ვინ ძღოლი ვართ, სულ რაღაც შარში ხარ ხო ამ ავტომობილით და დაახლოებით 5%-ია დაზღვეული. და ისიც ბევრი, იმიტომ რომ თქვა საბანკო კრედიტით და იქიდან ფაქტიურად მოთხოვნა არის ბანკის მხრიდან. ანუ საერთოდ ესე თქვა დაზღვევის გამოყენება რისკის სამართავად, დასამშვიდებლად ცხოვრების და ასე შემდეგ. ტენდენცია არის მომატებისკენ. ტენდენცია არის ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის დაზღვევაში გამოხატული არასახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის რაოდენობა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ფაქტიურად თითქმის გაათმაგდა. ეს ძალიან სერიოზული თემაა. რაც შეეხება სადაზღვეო სისტემაში, უკმაყოფილებას გაუგებ ყველგან არსებობს. მე მაქვს მაგალითად სტატისტიკა, რომ ნახოთ გერმანული, წარმოგიდგენიათ, 100 წელია სადაზღვეო სისტემა არსებობს, გერმანული სპეციალიზებული მედიატორი ჯანმრთელობის დაზღვევის წელიწადში იხილავს აგრეთვე 6-7,000 შემთხვევას, ანუ პრობლემებს, არამც თუ ინფორმაციულს, არამც თუ თქვათ ისეც, რომელსაც კომუნიკაციაა დარღვეული და პატარა შუამავლის ჩართვა უნდა, პრობლემებს, ასე რომ ეს ყოველთვის იარსებებს. თავისთავად სადაზღვეო ურთიერთობა, კონტრაქტული ურთიერთობა, კონტრაქტი უნდა წაიკითხო. მე გეთახები თქვენ იმაშით, რომ ალბათ ჩვენი ინდუსტრია ცოდავს ნაწილობრივ იმაში განმარტებაში კონტრაქტის იმ თავითვე, ესეც როგორც ბატონ ლაშანმა ნამდვილად ხელოვნებაა, რომ ადამიანამდე მართლა მიიტანო ისტორია. ჩვენ სწორად მიიტანო რა სყიდულობს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რამე წერია.
ან ხშირად ისეთი ბატონაშა რა ითვლება დარღვევად მაშინ როდესაც თქვენ განიხილავთ რაღაცა პრეტენზიებს რადგანაც მე კონკრეტული შემთხვევა მინდა მოგიყვეთ ადამიანს ჰქონდა ორი დაზღვევა თუ რომელიც იკვეთებოდა მას ჩაუდგეს იმპლანტი ფეხში მოიტეხა ფეხი და იმპლანტი ჩაუდგეს ფეხში ის ადამიანი არის შშმ პირი შეზღუდული შესაძლებლობის პირი და ექიმებმა უთხრეს თქვენ ეს ყველაფერი გინაზღაურდებათ უბრალოდ თქვენ ჯერ უნდა შემოიტანოთ ან იმპლანტის თანხა და მე სადაზღვეო ამას ყველაფერს აგინაზღაურებთ და აღმოჩნდა მარტივი რამ მოატყუეს სწორედ ასეთი შემთხვევების განხილვისთვის არის სამედიცინო მედიაციის სამსახური შექმნილი, როგორც უკვე ბატონმა დევი ბრძანა. ანუ აქ მე უფრო მარტივ შემთხვევებზეც გეტყვით, როდესაც ასეთი სერიოზული თანხა კი არა, უბრალოდ თქვა 100 ლარი, 200 ლარი არის ასანაზღაურებელი. თქვენ ამის გამო სასამართლოში არ გიწევთ წასვლა, საერთოდ თანხის გადახდა არ გიწევთ, უნდა მიმართოთ მედიაციის სამსახურს. თუმცა ზოგადად დავები სადაზღვეო სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მრავალმხრივი სფეროა, არ არის სფერო, რომელშიც დაზღვევა არ მუშაობდეს. ძალიან რთული სფერო არის ახსაქმელად და საქართველოში კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაკლი ის არის რომ აქამდე არ მომხდარა აი თქვენ კითხვაზე ამითი ნაწილობრივ პასუხს გავცემ წესებისა და დაზღვევის პირობების სტანდარტიზაცია. აი მაგალითად რო ვილაპარაკოთ სიტყვაზე განმარტება ხანძრისა, სულ ელემენტარული საბაზისო განმარტება ქონების დაზღვევაში. შეიძლება ერთ სადაზღვევო კომპანიას ერთი განმარტება ქონდეს, მეორეს მეორე. ეხლა როდესაც თქვენ მაგალითად კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას ყიდულობთ, დარწმუნებული ვარ რომ მხოლოდ პირველი გვერდით აკეთებთ სადაზღვევო პროდუქტის შედარებას. ან ცხრილების გვერდი რომელიც არის და აი მას უყურებთ. ამის გარდა კიდე შეიძლება იყოს 47 გვერდი წვრილი ასოებით დაწერილი, რომელიც განმაპირობებელი იყო და ის ცხრილი მთლიანად გადასაგდები გაგიხადოთ შედარებების დროს. ანუ იმისათვის რომ არ მოხდეს ვაშლისა და მსხლის შედარება, ხო, პროდუქტი ერთი და იგივე უნდა იყოს. ჩვენ ვაპირებთ რომ გარკვეული სტანდარტიზაცია შემოვიღოთ ამ წესებში და პირობებში, რომ მომხმარებელს გაუადვილდეს. ეს არის მისი ერთ-ერთი დაცვა. ეხლა როდესაც მანქანას ადარებთ და თქვათ ერთი მერსედესია, მეორე თქვათ ნისანი პირობითად, ხო? თქვენ ამომწურავ ინფორმაციას იღებთ ერთი პროდუქტისა და მეორე პროდუქტის შესახებ. რატო ორივე მერსედესი შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს? კი ბატონო, მაგრამ დაზღვევა შეჭიდული არის ისეთ მნიშვნელოვან ქმედებებთან, როგორც არის არამარტო ქონების დაცვა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვასთან. იმიტომაც არის ყველაზე პოპულარული ჩვენთან ჯერჯერობით სამედიცინო დაზღვევა, რომ დაზღვევის მომხმარებელი არის ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა. რაც უფრო მეტად იზრდება საქართველოში ცხოვრების დონე, კლიენტების რაოდენობა სადაზღვევო კომპანიებისა რა თქმა უნდა რადიკალურად იზრდება, იმიტომ რომ საშუალო ფენაა მომხმარებელი. ღარიბს არაფერი აქვს რომ დააზღვიოს და მიდრისთვის პრაქტიკულად სულ ერთი არის დააზღვევს თუ არა, იმიტომ რომ იმას იმდენად დივერსიფიცირებული აქვს ეს თავისი რისკები. ეს ყველა ქვეყანაში ასე არის. ჩვენ ახლა ძალიან დიდი ხანია სადაზღვევო სფეროში მოღვაწეობთ, აი რაც ბატონმა დევი ბრძანა, რომ რადიკალურად იზრდება სადაზღვევო მოთხოვნა. პრაქტიკულად ძალიან დიდი ყამირი არის კიდე დარჩენილი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ იგივე 5%-იანი თუ 10%-იანი მოცვა ნებისმიერ სახეობაში დაზღვევის პრაქტიკულად ნიშნავს, რომ არ არის ის სახეობა მთლიანად განვითარებული. ბატონო დევი, იზრდება მოთხოვნა, მაგრამ რამდენად პროფესიული შეთავაზებაა კერძო სადაზღვევების მხრიდან? მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის პრინციპული პრობლემები, პრინციპული თორე ხა ტაქტიკური პრობლემები ყოველთვის არის ბიზნეს განსაკუთრების ზრდის შემთხვევაში. მე მინდა გითხრათ, აი მაგალითად ბოლო 2 წელიწადში სადაზღვევო ინდუსტრიამ საკმაოდ კარგად ირეაგირა ინდივიდუალური დაზღვევის მოთხოვნაზე. ფაქტობრივად 2 წლის წინ თითქმის არ იყო ინდივიდუალური სადაზღვეო საოჯახო დაზღვევა, რასაც ხო, აი რასაც საოჯახო დაზღვევა ქვია, ხო, რაღაც ესეთი იყო ძირითადად კორპორატიული თემები, მაგრამ მე როცა გაჩნდა ამის მოთხოვნა, განვითარდა პროდუქტები, რომლებიც დღეს უკეთესია, ვიდრე იყო 1 წლის წინ. ანუ აქ არის ნამდვილად დინამიკა არსებობს და არც ის არის გასაკვირი, რომ ჯანმრთელობის დაზო სწორედ იმიტომ რომ ეს იყო უზარმაზარი ყოველდღიური რისკი, რომელსაც ადამიანები ატარებდნენ და რომელიც იმ მოწყობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებით არ იყო დაფარული. ამიტომ ამან დაიწყო განვითარება. ეხლა ჩვენ ფაქტიურად თემა ნამდვილად გაჩენილია, როგორც თქვენ ბრძანეთ დასაწყისში, მართლა აქ ადამიანებს უკვე გაუჩნდათ ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევასთან მიმართებით სერიოზული ინტერესი, ეს გაჩნდა შრომით ხელშეკრულებებში მოთხოვნები და ასე შემდეგ. ანუ ეს, მაგრამ ყველაფერს სჭირდება დრო და ყველაფერს სჭირდება ესე წოდებული დრაივერები, ანუ ლოკომოტივები. ჩვენ გვაკლია 2 დიდი ლოკომოტივი საქართველოში, რომელმაც სოფლიო დაძრა წინ სადაზღვეო თემები, ეს არის სავალდებულო დაზღვევები
რომელიც არაპოპულარულია სათქმელად, მაგრამ უზარმაზარ როლს თამაშობს და ითამაშა მთელ მსოფლიოში. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უმუშევრობის ხარისხი იყო გათვალისწინებული იმ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მაღალია უმუშევრობა და სავალდებულო დაზღვევას ავტომატურად ვერ შეიძენს ადამიანი, თუ მას არ აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. მაგალითად, ეს ხო ბუნებრივია, ჩვენ ხო ეს ერთი მხარეა, ხო თქვა, როცა სოციალურ სავალდებულობებზე ფიქრობ. მეორე არის მაგალითად იგივე ავტომობილები. არის თემა მაგალითად ახლა შრომის კოდექსზე იყო ამდენი ფუსფუსი ხო ჩვენ ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ანაზღაურებების ზიანების საერთოდ არ არის ასახული კოდექსში. ანუ აი ის რასაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება, ეს პროვდაავადებებია თუ საწარმოო ტრავმები, თუ ის ანუ ჩვენ ძალიან ბევრი ლუფტები გვაქვს მართლა. ტრავმებთან დაკავშირებით ხშირად არის შემთხვევა, დაზღვევა არაფინანსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არაფინანსებს, თქვათ, კონკრეტულად რაღაცა ქმედების გამო მიღებულ ტრავმას, თქვათ, ატრაქციონებთან დაკავშირებით იყო ეს პრობლემა, მე თავად მქონდა და თქვათ, რომ არა ექიმების დახმარება ალბათ ვერ მივიღებდი დაზღვევას, ან თქვათ, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგნენ სხვა ადამიანები, რომელსაც მეტყვით, იმიტომ რომ იდეა სწორედ ხო იმაშია, თუ თქვენი ქმედებით ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ გაზარდეთ თქვენი საფრთხე მნიშვნელოვნად, აი დაჯეკით რაღაც ძალიან რთულ ატრაქციონზე. ხო ის თქველება თქვენმა სტანდარტულმა დაზღვევამ ეს არ დაფაროს, მაგრამ ატრაქციონს უნდა კონდეს. ატრაქციონს უნდა კონდეს, სწორედ ისეთი დაზღვევა, რომელიც აქ ერთი დაზღვევით არაფერი არ იფარება. სისტემა რისკების მართვის, აი როგორც აი მაგალითად ჩვენთან ხო იყო პრობლემა არის ნამდვილად, აი უსერიოზულესი ტრავმები, ახლა ძალიან ბევრი ლაპარაკი გამომდის მაპატიეთ, რომ ტრავმები ყველაზე ძვირი მედიცინაში არის ტრავმა. ხო, განსაკუთრებით აი ძირითადი ტრავმების წარმოშობის ადგილი არის ავტოსადგომის შემთხვევა. 200,000-მდე აქვს გადახდილი კომპანიებს ცალკეულ შემთხვევაში. ერთ შემთხვევაზე, როდესაც თვეობით პოლიტრაუმის შემთხვევები. პოლიტრაუმის შემთხვევები. აი ეს არ არის აუცილებელი შენი რეგულარული ჯანმრთელობის დაზღვევიდან იფარებოდეს. სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იქ ავტომობილებთან მიმართებაში უნდა არსებობდეს სადაზღვევო მოწყობა, რომელიც შეეშველება აქ. ანუ მანქანების არის ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც არაფინანსებს კერძო დაზღვევა რაღაც ნოზოლოგიები არის აი სწორედ დევის იდეას გავავრცელებ მე და ინდივიდუალურ და საოჯახო დაზღვევებზე ვიტყვი, იმიტომ რომ კომპანიების რაოდენობა და ამ კომპანიების რიცხოვნობა ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებისთვის მძიმე იყო მისაღებად. აი მაგალითად 10 კაციანი კოლექტივი ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიისთვის არ იყო ხოლმე მისაღებად. ეხლა ვინაიდან საყოველთაო ჯანდაცვამ შემოგთავაზა ძირითადი კრიტიკული დაფინანსებების განტვირთვა მოხსნა, ხო? იმის ზევით უკვე ადვილი ხდება დაგეგმო, რადგან ძირითადი საშიშროებები მოხსნილია ინდივიდუალური ტიპის დაზღვევა. 10 კაცის ინდივიდუალური დაზღვევაა რეალურად. მით უმეტეს ესეთი როგორც არის, თქვათ, ოჯახის და თქვათ, ასეთი უფრო მცირე რიცხოვნების დაზღვევა. რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, ზუსტად იგივე პასუხი არის, იმიტომ რომ მოხსნილი არის ძირითადი ესე თქვა შემაკავებელი არგუმენტები, იმიტომ რომ სახელმწიფო სწავიდა როგორი სტრატეგიით, მე ამას ხაზი მინდა გაუსვა, რომ დაიფარა ყველაზე ხშირად დამდგარი შემთხვევები და რომელიც შეჭიდული არის ისეთ ფინანსებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევდა ოჯახის რადიკალურად გაღარიბებას. რა შემთხვევებია? აი მაგალითად გულსიზავთა სისტემები, ონკოლოგიური სისტემების კურნალობა. ეხლა მეწმუნეთ რომ როდესაც ადამიანი თქვა 15,000 ლარს იხდის, ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხო? არა, შემთხვევა ძალიან ძლიერი. იგივე დაკავშირებულია საბანკო კრედიტთან, ან მანქანის გაყიდვასთან, ან ბინის დაგირავებასთან და ესეთ შემთხვევები ცოტა არ არის. აი ხა მაგალითად მე პირველი 5 დღის სტატისტიკა ამოვიღე და 70%-ზე მეტი არის ონკოლოგიური მიმართვები. პირველ 5 დღეში. ეხლა რატომ არის ესეთი მაღალი? იმიტომ რომ შეკავება ონკოლოგიური დაავადებებისა იყო ყველაზე მაღალი ამ სეგმენტში. ადამიანები დიაგნოსტირებასაც კი არ იტარებდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ იმის იქით ვეღარ წავიდოდნენ. თერაპიას ვეღარ თერაპია არ არის საყოველთაო ჯანდაცვის თემა. ანუ იმაგიტომაც არ იკეთებდნენ რომ ვერ იმკურნალებდნენ. აი ხა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თან ესეთი მკვლელები როგორც არის ონკოლოგია, კარდიოქირურგია, თქვათ ძალიან გაახალგაზრდავდა. თუ 20 წლის წინათ ეს იყო ასაკიან ადამიანებში, ხა გაიგებთ რომ აი გულის და ესეთი შემთხვევები ხშირად ვაკამთებზე საუბარი, როდესაც ვისაუბრებთ ბატონო, გარდა ამისა, ასაკი რომელიც შეზღუდულია 6-დან 60 წლამდე, 60 წლის მერე ადამიანს აღარ ჭირდება და ეს მე თლაც სწორ განმარტებას გავაკეთებ, იმიტომ რომ ესე იგი ქალების ქალბატონების პენსია საქართველოში 60 წლიდან იწყება, მამაკაცების 65-დან. პენსიონერები უკვე დაზღვეული არის.
სახელმწიფო დაზღვევით. ასევე 5 წლამდე ბავშვები. არის ერთეული გამონაკლისები, როდესაც ან ვერ იპოვეს ადამიანი, ან უარი თქვა დაზღვევაზე, ასეთებს საყოველთაო ჯანდაცვა მიხედავს. იმიტომ რომ ეს ნეგატიური სიით, ვინც არ არის დაზღვეული, იმათ ეხება. ანუ ეს არის ადამიანი, ვინც გამორჩათ, ან ვერ იპოვეს და ნეგატიური სიით ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილს. ბატონო, როგორ რეგულირდება საკომპლექსური ჭრილი? საავადმყოფოსთან ურთიერთობის საკითხი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია ვთქვათ, რამდენიმე საავადმყოფოში ვისწრით და იყო განცხადება დილით გაკრული, რომ რომელიღაც კომპანიამ დღეს დილით შეწყვიტა, ვთქვათ, თანამშრომლობა საავადმყოფოსთან. იყვნენ პაციენტები და ეს უკვე რაღაცა ხასიათი მიიღო კონკრეტულად ერთ კომპანიას ეხება და ძალიან ბევრ საავადმყოფოში გაჩნდა იგივე განცხადება. ამ შემთხვევაში როგორ ხდება კონტროლი განხორციელების სადაზღვევო პაკეტის, არ ირღვევა მომხმარების უფლება, როცა შენ მას არ აწვდი ინფორმაციას და ისე წყვეტ თანამშრომლობას საავადმყოფოსთან. თქვენი ისევ მეკითხებით კერძო კომპანიების მიერ განხორციელებულ სოციალური ტიპის დაზღვევები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არის ინდუსტრიაში გარკვეული ვალები სამედიცინო პროვაიდერების წინაშე, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს ასეთი ტიპის გაწყვეტებს. აქაც ძალიან აქტიურად ერევა სამედიცინო მედიაციის სამსახური. მთავარი არის, რომ სადაზღვევო კომპანიამ არ დატოვოს ალტერნატიული შეთავაზების გარეშე პაციენტი. ანუ სახელმწიფო სოციალური ტიპის დაზღვევებში, რომელსაც კერძო კომპანიები ახორციელებენ, არის ასეთი ჩანაწერი, რომ პაციენტი თვითონ არ ირჩევს სამედიცინო დაწესებულებას, სადაზღვევო კომპანიის პრეროგატივაა ურჩიოს. მთავარია, რომ ექიმიკი ირჩევს, ექიმიკი გასაგებია, ურგენციაში გამორიცხულია. და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას თუ ყავდა 10 პროვაიდერი, ვთქვათ, და რომელიმესთან გაწყვიტა, მთავარია, რომ ერთი ან ორი მაინც დარჩეს, რომ ალტერნატიული კეთილი, სამართალი სად უნდა იპოვოს მომხმარებელმა, თუ სადაზღვევო კომპანია მას არ აქცევს ყურადღებას. თქვენთან თუ დარეკოს მიიღეთ. სამედიცინო მედიაციის სამსახურში ჯერჯერობით მხოლოდ ეს სტრუქტურაა, რომელიც სამედიცინო ესეთ რეგულატორს წარმოადგენს. უზარმაზარი სტრუქტურაა და სასამართლოა. ჩვენ გვაქვს პირველი პრეცედენტი საქართველოში სპეციალიზებული სასამართლო შექმნა. პირველი ინსტანციის ალტერნატიული სამსახური არის სამედიცინო. არა, ნუ პირდაპირ რა, მას შეუძლია განჩინება გამოიტანოს პირდაპირ და სამართლის მოძებნა, ესე იგი შეიძლება მარტივად თავარია მოსახლეობა სასამართლოში არ მოგიწევს, ან ჩვეულებრივ სასამართლოში არა და არანაირი ბაჟი არ მოგიწევს. უდაოდ მე პროგრამას მოსახლეობას ის რომ ხშირად ამიმართოთ სადაზღვევოს იმისათვის რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავს ლევან ყემალაძე განწყობაზე მით უფრო ლევან დღემშვიდობისა კიდევ ერთხელ და აბა გათამაშებაში რა ხდება? გამარჯობა.